ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების მოტყუება და მაღალი ფასების წინააღმდეგ პოპულისტური კამპანია დაიწყო, რომელიც რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული. გუშინ ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პროპაგანდის მიზნით შექმნილი კომისიების, სუსის გამოძიებებისა და პოპულისტური შოუების მიუხედავად სახელმწიფო ვერ ახერხებს ფასების შემცირებას. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან დღეს ქვეყანას ივანიშვილის კორუმპირებული ქართული ოცნება მართავს, რომელსაც არ შესწევს უნარი უპასუხოს მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი მათ სოციალურ პრობლემებს. ეს დაადასტურა სტატისტიკის სამსახურმაც, რომლის თანახმად იანვარში ინფლაციამ საშუალოდ 4,8% შეადგინა, ხოლო სურსათის გაძვირება მოხდა 10,6%-ით. გარდა ამისა, მკვეთრად საშუალოდ 150%-აა გაზრდილი სახელმწიფო სერვისების ღირებულება, მაგალითად ჩვენს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება 50%-ით გაძვირდა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება, 100,000-ობით ადამიანს შემოსავალი თვიდან თვემდე საარსებოდ არ ყოფნის და არჩევნის გაკეთება უწევს, კომუნალური გადასახადების გადახდას, მედიკამენტების შესყიდვას და საკვების შეძენას შორის. წლიდან წლამდე გაზრდილი ფასები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 14 წლის წინ ფასების შემცირების დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყოველდღიურად აღარიბებს მოსახლეობას, აძვირებს ცხოვრებას და ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რათა ხალხი უფრო ეფექტურად დაიმორჩილოს და შეუფერხებლად მართოს.